პასუხის გაცემა კითხვაზე, რომელი უფრო კარგად და ზუსტად გამოხატავს მის შინაგან სამყაროსა და სათქმელს, ლექსები თუ ნახატები უჭირს. ალბათ ორივე ერთად, სხვადასხვა რაკურსითა და საშუალებებით. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში შედარებაზე მნიშვნელოვანი მკითხველისა და დამთვალიერებლის წინაშე გაშლილი ძალიან ღრმა, მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედებითი სამყაროა, რომლის მიღმა არანაკლებ საინტერესო, მრავალმხრივი და ღრმა შემოქმედის არსებობა იკითხება. პოეზია მაინც უფრო ორგანულია ჩემთვის ჯერჯერობით ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ მე როცა თქვა დავწერ ლექსს, ან მომწონს, ან არ მომწონს. აი, როდესაც ხატავ, მაინტერესებს ყოველთვის უფრო სხვისი აზრი, თქვა პროფესიონალების აზრი. 4 პოეტური კრებულის ავტორის მანონ ბულისკერიას სახელი ლიტერატურულ წრეებში ყოველთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია, თუმცა მას როგორც მხატვარს თითქმის არავინ იცნობს და ეს პირველ რიგში ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ მხატვრობა მის ცხოვრებაში პირველად დაახლოებით 6 თვის წინ შემოვიდა. შემოქმედებითი საქმიანობისთვის ძალიან მცირე დროის განმავლობაში რამდენიმე ათეული ტილო შეიქმნა, როგორც თვითონ აღნიშნავს, დაიწყო და ვეღარ გაჩერდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაჩერება ვერაფრით შეძლო. მინდოდა რაღაცნაირად შევხებოდი ამ ემოციებს, შემეგძნო სურნელი და გადაწყვიტე, რომ საღებავები ყველაზე უფრო მისაღები იყო პერიოდში. დავიწყე ხატვა. ბევრს მუშაობდი და დიდ დროს ვატარებდი ტილოსთან და საღებავებთან. ფუნჯის ხელში აღებას უძღოდა ჩემი წერილები ქართველ 80-იანელებზე. ეს სისტემატურად დაიბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ბოლო 2 დაიბეჭდა ჩვენ წერლობაში და ვიცი თეორია ფაქტიურად უკვე შესწავლილი მქონდა. ძალიან მომწონს ქართული მხატვრობა, განსაკუთრებით მომწონს ეგრეთ წოდებული 80-იანელები. ამჯერად ირაკლი ფარჯიანზე ვაკეთებ წერილს, მუშაობ ძალიან ინტენსიურად. ნახატები, ისევე როგორც მისი ლექსები, ძირითადად იმპრესიონისტულ ექსპრესიონისტულ სტილშია გადაწყვეტილი. გამოხატავს ავტორის შთაბეჭდილებებს, შეგრძნებებს, ემოციებს, განწყობას. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბავშვობის მოგონებებს, რომლებიც ძირითადად მის მშობლიურ კუთხესთან, აფხაზეთთანაა დაკავშირებული. რამდენიმე თვის წინ, როცა პირველად დაიყო ფუნჯი ხელში, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ძალიან მალე მისი ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყობოდა. 22 აპრილს კი გალერეა შავთელის კედლები სწორედ მისი ნამუშევრებით დამშვენდება. როდესაც ეს ნახატები დამიგროვდა, გადავწყვიტე, რომ განმეთავსებინა Facebook-ზე, სოციალურ ქსელში. სრულიად შემთხვევით მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ადამიანი, რომელიც Facebook მეგობრებშიც კი არ მყავდა, წერს, გამარჯობა, გინდათო რომ ეს თქვენი ნახატები გამოიფინოს ჩვენთან გალერეაში. ეს იყო ბატონი სანდრო ლომინაძე და მე მეგრევე მივწერე, რომ მე არ ვარ მხატვარი. მითხრა, რომ თქვენი ნახატები ხო არასად კი მეთქი და მაშინ დიპლომს კი არ ხომ მე დავინტერესდი და თუ თქვენი სურვილიც იქნება, მაშინ გალერეა ფენიქსი იყო უზნაძის 2 ნომერში, ეს ხდება სადღაც 3 თვის წინ და როდესაც ვუთხარი რომ ვაპირებ 22 აპრილისთვის თუ გამოფენა გავაკეთე, მითხრა რომ ამ დროისთვის ჩვენ უკვე შავთელის 3 ნომერში ვიქნებით, აი დღეს უკვე აქ ვართ. ეს სხვადასხვა პირველი გამოფენა აი ამ გალერეაში. ძირითადად მუშაობდნენ გარდაცვლილ მხატვრებზე. აი ცოცხალი მხატვრის პერსონალური გამოფენა თუ არ ვწდები პირველია. გამოფენა სახელწოდებით კედლების გემო 29 აპრილამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი დათვალიერების საშუალება.